გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ენტომოლოგი განმარტავს, რომ სოფელ ვაჩნაძიანის გოგირდოვანი ტბიდან წურბელის თვითნებურად ამოყვანა და სამკურნალოდ გამოყენება დაუშვებელი არის, რადგან იგი შესაძლოა ინფექციის მატარებელი იყოს. სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება შესაძლებელი არის მხოლოდ ლაბორატორიულად დამუშავებული წურბელის. ენტომოლოგის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ აფთიაქში ასეთი სამკურნალო წურბელები იყიდება კიდევაც. დიწურბელის ტბა, როგორც ვიცით, მდებარეობს სოფელ კახიფარის და სოფელ ვაჩნაძიანის საზღვარზე და საკმაოდ კარგი სამუშაო ტბა არის, რადგან იგი მოიცავს ისეთ სახეობებს, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი, მაგალითად ტრიტონები, რომლებიც აღარ არსებობენ საქართველოში ფაქტიურად სხვა ტბებში, მხოლოდ აქ გვყავს. პირდაპირ რომ მოვიყვანოთ დაუშვათ წურბელა ტბიდან და ასე გამოვიყენოთ სამედიცინო თვალსაზრისით, მე რეკომენდებული არ მგონია. იმიტომ რომ არსებობენ სპეციალური სახეობები, სამედიცინო წურბელები, ეს არის ჰირუდო მედიცინალის ასეთი დასახელების და თან ახლო მონათესავე სამედიცინო წურბელებთან მონათესავე სახეობები, რომლებიც გამოიყენებიან სამკურნალოდ. პირდაპირ ამოყვანილი ტბიდან რომ გამოიყენოს სამკურნალოდ, ეს რეკომენდებული არ მგონია. რადგან შეიძლება სხვადასხვა პარაზიტები შეიძლება გაავრცელონ ამ წურბელებმა და აქედან გამომდინარე, მე ასე ვიცი, რომ არსებობს თბილისში სპეციალური ლაბორატორიები, სადაც ამ წურბელებს ხდიან სტერილურს, ამუშავებენ, სამედიცინო წურბელები გამოიყენება, ან მისი მონათესავე სახეობები და რა შემთხვევაში გამოიყენება და შეშუპებას ხსნის, ტკივილ გამაყუჩებლადაც გამოიყენება ეს წურბელები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში. ეხმარება და როგორც ვიცი, ეს დაჟეჟილი სისხლი ამოაქვს ორგანიზმიდან. წურბელა შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ჰირუდინი ქვია და ეს ნივთიერება არის ნერცხში, წურბელის ნერცხში, რომელიც გამოყოფს და ის ახდენს ტკივილ გამაყუჩებლის ფუნქციას, მოკლედ, ადამიანის სისხლში შესვლის შემდეგ. და ამიტომ ადამიანმა არ უნდა გამოიყენოს თვითნებურად ექიმის დანიშნულების გარეშე, ექიმმა უნდა მისცეს რეკომენდაცია აუცილებლად, რომ ის ორგანიზმი საჭიროებს წურბელის გამოყენებას. და როგორც ვიცი, არის გარკვეული აფთიაქები თბილისში, სადაც შეიძლება წურბელის შეძენა.